მოდით ვისწავლოთ წინდებული für, რომელიც ითარგმნება როგორც თვის. Für, თვის. მაგალითად, für dich, შენთვის, für sie, თქვენთვის, რომელიც არის თავაზიანი. და იმახსოვრეთ, რომ für ამ წინდებულის მერე გამოიყენება აკუზატივი. პირის ნაცვალსახელები ჩვენ აკუზატივში ნასწავლი გვაქვს, რა თქმა უნდა, და ვიცით, რომ შენ აკუზატივში ეს არის dich და თქვენ თავაზიანი აკუზატივში ეს არის sie. ამიტომაც ნახეთ, für dich, შენთვის, für sie, თქვენთვის. აი მაგალითად, dieses Geschenk ist für dich. Dieses Geschenk, ანუ ეს საჩუქარი ist არის für dich, შენთვის. An, was kann ich für sie tun? Was kann ich für sie tun? ანუ ეს ნიშნავს, რომ რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო. Was ნიშნავს რა, kann ich შემიძლია, ანუ მე შემიძლია, für sie თქვენთვის და tun ეს არის კეთება.